26 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. მაშინ მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეებმა მიიღეს. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პატარა მოჭადრაკეებმა ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს უფროსი თაობის წარმომადგენლებს და შედეგით შესაბამისი დაიდო. ოზურგეთის ჩემპიონი 9 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი გახდა, რომელიც ამავდროულად საქართველოს ჩემპიონია 9-10 წლამდელთა შორის. მეორე ადგილზე გივის სიამაშვილი, ხოლო მესამეზე ელგუჯა ურუშაძე გავიდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბლიც ტურნირი გაიმართა. ბლიცში გაბრიელ სალუქაძემ, გიორგი სალუქაძემ, ანდრია ადეიშვილმა და ანდრია ლომაძემ იასპარეზეს, რომლებიც ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეები იყვნენ და ასაკის მიუხედავად საინტერესოდ ითამაშეს. ნათია ვასაძე გოგონებში ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატში გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ ფასიან საჩუქრებთან ერთად. ამ ტურნირზე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი თავით, კმაყოფილით. გარდა ამისა ვისიამოვნე და ჩემი თმავის კმაყოფილი ვარ. მეტოქეები საკმაოდ ძლიერნი იყვნენ. გამიჭირდა მათი დამარცხება, მაგრამ ჩემი თავი დავძლიერე და დავამარცხე ჩემი მოწინააღმდეგეები. რიგით 26 ღონისძიება არის ოზურგეთში წელს ჩატარებული. როგორც წესი, მთავარი ღონისძიება და ფაქტიურად აჯამებს წლის ნამუშევარს. წლის შედეგებით თუ მივჯერებთ, ყველაზე დიდი შედეგი აჩვენა ყველა მიწის გულშემატკივრებმა ლაზარე ჩხარტიშვილმა, რომელიც 10 წლისაა და უკვე საქართველოს ჩემპიონი გახდა წელს. იყო ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, მსოფლიოში საუკეთესო 20-ში შევიდა და დღეს ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მით უმეტეს მიწვეული იყო თბილისში ფედერაციის მიერ, საქართველოს ფედერაციის ვარსკვლავთა ტურნირში იქაც პირველი ადგილი აიღო და იმედი გვაქვს, რომ მას ეყოლება მიმდევრები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაადგება ამ ბრძნული თამაშის გზას.